წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნის მუქარა ვრცელდება ინფორმაცია, რომ არჩევნების შემდეგ საქართველოდან გაუჩინარებული მეგის ქარდავა ბაჩუ ახალაიას გათავისუფლებას ითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი მაკომპრომეტირებელი მასალების გამოქვეყნებას გეგმავს. ცნობას იმის შესახებ, რომ ძებნულ ექს-სამხედრო მაღალჩინოსანს ქვეყნიდან ნამდვილად აქვს გატანილი საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანების პირადი ცხოვრების ამსახველი მასალები, ქარდავას ადვოკატიც ადასტურებს. პროკურატურა ბრალდებულის ულტიმატუმს არ იღებს. ინტერპოლის მიერ ძებნილი მეგის ქარდავა ბავშვობის მეგობრის, მსჯავრდებულ ბაჩუ ახალაიასთვის ბრალდების მოხსნას ითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში ის სკანდალური მასალების გამოქვეყნებით იმუქრება. გავრცელებული ინფორმაციით, მან შესაძლოა კოალიცია ქართული ოცნების წევრების მაკომპრომიტირებელი პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო მასალა გამოამზეუროს. მეგის ქარდავას ადვოკატის ინფორმაციით, მის დაცვის ფრეშყოფს მსგავს ინფორმაციაზე ხელი მიუწვდებოდა და არ არის გამორიცხული, რომ მან მაკომპრომიტირებელი მასალები ინტერნეტში მართლაც ატვირთოს. თავად მეგის ქარდავაც ფიქრობს, რომ ბაჩუ ახალაიას მიმართ არანაირი მტკიცებულება არ არის, მას მიმართ განაჩენილ დადგეს საერთოდ სასამართლოში რო იხილებოდეს საქმე და აქედან გამომდინარე, რომ იგი შესაძლებელი ასეთ მოთხოვნას აყენებდეს. მეგის ქარდავა ის ადამიანია, თუ ამბობს, რომ მას კადრები აქვს და ამას გაავრცელებს, თუ ეს არ მოხდება, დამერწმუნდით ისეთი ადამიანია, მას ნამდვილად ეკნება ეს კადრები და ალბათ გაავრცელებს. პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის უკანონოდ მოპოვების ფაქტთან დაკავშირებით მეგის ქარდავას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე პროკურატურაში რამდენიმე თვის წინ აღიძრა. სწორედ მეგის ქარდავას დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლები ახორციელებდნენ სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლების ფარულ ვიდეო თვალთვალს. აღნიშნული დანაშაულისთვის თავდაცვის სამინისტროს 3 მაღალჩინოსანია პასუხისგებაში მიცემული. მთავარ პროკურატურაში აცხადებენ, რომ შესაძლოა მეგის ქარდავას სხვა პირებიც ჰქონდეს ქვეყნის გარეთ გატანილი. ამის მიუხედავად, ძებნილის ულტიმატუმი გამოძიებო უწყებისთვის მიუღებელია. პროკურატურა მეგის ქარდავას ან ნებისმიერი ბრალდებულის ულტიმატუმებზე ვერანაირად ვერ იმსჯელებს და პროკურატურისგან მადლობა მეგის ქარდავას და მის ადვოკატს, რომ მათ კიდევ ერთხელ დაადასტურეს საკუთარი ბრალეულობა. კოალიციის წევრებზე პირადი ცხოვრების მაკომპრომიტირებელი მასალების არსებობის შესახებ ცნობილია ექსპერტ მამუკა არეშიძისთვის. მისი ინფორმაციით, ფარულ თვალთვალს ცნობილ პოლიტიკოსებსა და საზოგადო მოღვაწეებზე სპეცსამსახურები სწორედ ქარდავას დავალებით ახორციელებდნენ. მამუკა არეშიძე ექს-მაღალჩინოსნის მუქარას ვანო მერაბიშვილსა და ახალაიებს შორის არსებულ დაპირისპირებას უკავშირებს. არის გარკვეული კომპრომატები, რომელიც ეხება ქართული ოცნების საზოგადოებრივ წარმომადგენლებს, მათ შორის ქალბატონებსაც. საკმარისია ეს კომპრომატები გამოჩნდეს, რომ თავისთვის შეიქმნიან ძალიან სერიოზულ დისკომფორტს. ხელისუფლებას აღარ დარჩება არც სურვილი და არც საშუალება იმისა, რომ ეს ადამიანები კოჰაბიტაციის რეჟიმში შეინარჩუნოს. ბაჩუ ახალაიას ყოფილი მოადგილე და ბავშვობის მეგობარი ქვეყნიდან საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გაუჩინარდა. მეგის ქარდავას საცხოვრებელ სახლს სამეგროლოში ბოკლო მიადევს. მეზობლების თქმით, რამდენიმე თვეა ზუგდიდი ქარდავას ოჯახის წევრებმაც დატოვეს. მეგისზე რამე ხსვენია ცადარი რა. შეგიძლია გითხრათ? არ. მეგის ქარდავა წამების, არაადამიანური მოპყრობის და სექსუალური დანაშაულებრივი ქმედების ორგანიზების ბრალდებით იძებნება. უკანონოდ მოპოვებული ვიდეო კადრების გავრცელების შემთხვევაში მეგის ქარდავას ბრალი დაუმძიმდება.